ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა არჩევნების შესახებ საუბრით გახსნა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა საკრებულოში აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ნაციონალური მოძრაობის დაბალ რეიტინგზე გაამახვილა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1059 კანდიდატი, 891 მაჟორიტარი არის კოალიცია ქართული ოცნების. ეს არის დაახლოებით 77.4%. დანარჩენი არის სხვა დანარჩენი ოპოზიციის და ვაზუსტებ სხვა დანარჩენი ოპოზიციის და ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც აქვს პრეტენზია, რომ არიან მეორე ადგილზე გასულები, ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6.1%-ის გაყვანა შეძლეს. ანუ ეს არის ის, რადგან ჩვენ საუბრობდით, რომ მათი რეალური რეიტინგი ეს არის 6%. დღესვე ამავე თემაზე სპეციალური განცხადება ვიცე-პრემიერმაც გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1400 მანდატის მიღება შეძლო. ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა კი 238 შეადგენს, საიდანაც კალაძის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მხოლოდ 64-ია. პრაქტიკულად ყველა საკრებულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1059 მაჟორიტარული მანდატიდან ქართულმა ოცნებამ 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77.31% შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. პარტიის წევრები ამბობენ, რომ უმჯობესია მთავრობა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებით დაკავდეს. ოპოზიციური პარტია მეორე ტურში არჩევნების შედეგების გაუმჯობესებაზე საუბრობს. ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური, ყოველი მესამე ამომრჩეველი ყველგან სადაც კონკურენტული ბრძოლა იყო, ყოველი მესამე ამომრჩეველი თბილისში, ჩვენთვის არის კარგი შედეგი. ჩვენ არა ვართ სტატისტიკოსები, რომ პროცენტები ვითვალოთ, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენი ფუნქცია არის ადამიანებს გაუკეთდეს ის, რასაც ადამიანები იმსახურებენ. მეტი სამუშაო ადგილები, სიწყნარე, სიმშვიდე, სტაბილური ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არის ჩვენი ამოცანა. და არა ესეთი აფასიანი манипуляციებში სიტყვა პასუხი რაც ბატონმა ღარიბაშვილმა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიცე-პრემიერი და პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ზოგადად ძალიან ტკბობაში და თხრობაში არიან, აი ახლა რაც ხდება საარჩევნო პრობლემების. მე უბრალოდ მინდა გავიმეორო, რომ ამ არჩევნების გზავნილი ჩვენი მოსახლეობისგან იყო ჯერ ერთი პასიურობა, იმიტომ რომ ისინი უკმაყოფილო არიან მთავრობის პოლიტიკით. მეორე გზავნილი იყო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან წუხარ გაზრდილ უმუშევრობაზე, ძალიან წუხარ ეკონომიკის გაჩერებაზე და ძალიან წუხარ კრიმინალის ზრდაზე. ამის მაგივრად, რომ მთავრობამ ამ საქმეებს მიხედოს, ზეიმებს აწყობენ და აღნიშნავენ რაღაც ითვლიან, ისე თვითონ რო იციან არასწორად ითვლიან არჩევნების შედეგს. ამ დროისთვის არსებული ცესკოს მონაცემებით კოალიცია ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიით ხმათა 50.82% მიიღო. ნაციონალურ მოძრაობას კი ამომრჩეველთა 22.39%-მა მისცა ხმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15 ივნისს ამომრჩეველთა აქტივობა 43.31% იყო, რაც საქართველოში ჩატარებულ ბოლო 4 არჩევნებთან შედარებით ყველაზე დაბალია.